ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ძალიან მალე შედგება სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით ღალატი. ეს არის ნამუშევარი, რომლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის. სცენაზე ასევე წარდგებიან არაერთი გამორჩეული მსახიობი, მათ შორის ლევან თედორაძე და დავით ჯაყელი, რომლებიც უკვე ჩვენთან ერთად არიან და ამ სპექტაკლზე უფრო ცვლად თვითონ თავად ისაუბრებენ. დილო მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ალღის სტუმრები და მოკლედ აქტიურ ფაზაში გადადის თეატრი. კი, ნამდვილად, ბევრი საინტერესო, უბრალოდ სამი სპექტაკლი და სამი საინტერესო სანახაობა ელოდება მაყურებელს, თუმცა ერთ-ერთ მათგანზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ და ბატონო გიორგი, პირველი კითხვა, თქვენთან მექნება სპექტაკლი ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა და როგორც ვიცი, ეს პიესა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა. რა იყო წინაპირობა ამ ყველაფრის, რატომ იგრძენით, რომ დღესაც დგას ამ პიესის სცენაზე დადგმის აქტუალობა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ არა ვართ განებივრებული ქართული კარგი ტრადიციული დრამატურგიული ნიმუშებით და ეს პიესა ერთ-ერთი არის იმ მცირე ჩამონათვალისგან, რომელიც გააჩნია ზოგადად ჩვენს ბიოგრაფიას დრამატურგიულს. მე როდესაც თავის დროზე წავიკითხე ეს პიესა, სიმართლე გითხრათ, მე სურვილი დიდათ რომ დამედგა არ გამჩენია. მაგრამ აი როდესაც ბატონმა ნუკრიმ შემომთავაზა ბათუმის თეატრში რომ განმეხორციელებინა დადგმა, მე მას უთხარი, აი რა სისურვებდით მეთქი რომ გავაკეთო მაინც თეატრია სარეპერტუარო პოლიტიკას განსაზღვრავს თვითონ სამხატვრო ხელმძღვანელი და როდესაც მირჩია რომ იქნებ ღალატზე გვემუშავა, აი დაუფიქრებლად დავთანხმდი, იმიტომ რომ ინტერესი ამ მასალის მიმართ ერთგვარად არსებობდა, მაგრამ როგორც სხვა ნიმუშები კლასიკური ჩვენი ქართული დრამატურგიის შედევრება წოდებული, როგორიც არის გუშინდელნი, შალვა დადიანის, პოლიკარპე კაკაბაძის, ყვარყვარე თუთაბერი, ესეც ეს ნიმუშიც ჩვენი დრამატურგიის, კლასიკური დრამატურგიის ერთგვარ ადაპტირებას მოითხოვს, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, 100 წლის წინ არის დაწერილი, სხვა ლექსიკა, სხვა ენა და ის პიესები, რომელზედაც მე ვილაპარაკე და ესეც მოითხოვს ერთგვარ ადაპტაციას, იმიტომ რომ დღეს ესაუბრო თანამედროვე მაყურებელს და გათვლა არის, რომ ეს ყველაფერი ნახოს ახალგაზრდებმა. შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე, მისთვის გასაგები აქცენტებით, გასაგები ნიუანსებით უნდა იყოს ეს ყველაფერი. ეს რამდენად რთული პროცესი იყო, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძველი ენითაა დაწერილი ისტორიული ნიმუშია და რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესში ეს მოგერგო თანამედროვე მაყურებელზე. საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ავტორის გრძნობა და ბუნება არ უნდა დაკარგო ის მუსიკა, ის ფერი, ის ტონალობა, რაც ავტორს აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა და მინდა გითხრათ, რომ სამაგიდო რეპეტიციები ეხლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სწორედ ამ პროცესში ვართ ყველანი ერთად ჩართული, რომ ადაპტაციას ვაკეთებთ პიესის. კი, მადლობა, ასევე მსახიობებთანაც გადავიდეთ. დავით, თქვენ პერსონაჟზეც გვისაუბრეთ, ოთარ ბეგის როლს ასრულებთ, როგორც ვიცით, ხო? რამდენად გაგიჭირდათ როლის მორგება, რაიმე ისეთ სირთულეები თუ იყო, ნიუანსები, რასაც გამოყოფს და მუშაობის პროცესი. შიდა სამზარეულოს რო გაგვიძლია. ასე რომ რეზულტატზე ვერ ვილაპარაკებთ. შორს ვართ ამ ეტაპზე, რაღაცა სრული სახის თქვა გამოკვეთასთან, მაგრამ პროცესი თვითონ უნდა ძალიან საინტერესო თქვენთვის, როგორც გიორგი მახმდა ადაპტირების პროცესი ეხლა ხან დავასრულეთ, რაღაც ორი დღეა, ხო? ტექსტის რაღაცა. და რამდენად საინტერესო პროცესია, აი როლში პერსონაჟი თვითონ რამდენად საინტერესოა და როლში შესვლის პროცესი როგორი იყო? ხო და მაგას ვამბობ, ეს პროცესი ჯერჯერობით, აი ესე აქტიურად არ დაგვიწყე, იმიტომ ტექსტით უფრო ვიყავით ამ შემთხვევაში დაკავებულები, თუმცა უნდა აღვნიშნო გიორგი და ჩემი კოლეგები ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც საინტერესო ადამიანებთან გიწევს რაღაცა საქმის კეთება რა. ეს შემიძლია ხა ამ ეტაპზე რო გითხრათ და დანარჩენს მე უნდა. კი, ასევე გადავინაცვლოთ ლევანთანაც. დილო მშვიდობისა კიდევ ერთხელ. ვიამბეთ თქვენი პერსონაჟის შესახებ და ჩემი პერსონაჟი სასაული პერსონაჟია. სასულიერო პირს თამაშობ. სასულიერო პირი, კი. ყველი უნდა ვითამაშო და ჯერ აზე არა ვართ და თუ როგორც აღნიშნა, იმიტომ რომ წერის პროცესში ვართ. და მართალი გითხრათ, თავიდან ბოლომდე არ შევსულვართ რა, როლი არ დაგვიდია ჯერ პიესა, რომ რა უნდა გავაკეთოთ. ასე რომ
ნაადრევია ჯერ მაგაზე ლაპარაკი როლს რანაირად გავხსით როგორ შევვალთ და რას ვიზამთ, ასე რომ ჩემი სამუშაო პროცესი რა თქმა უნდა საინტერესოა ბატონ გიორგისთან. კი, ბატონო გიორგი, ასევე მუსიკალური გაფორმებაც აღვნიშნეთ წარდგენაში, რამდენად რთული იყო მორგება და ზოგადად რა როლი აქვს სპექტაკლში მუსიკას, ესეც რო გვიყვი. ჩემ სპექტაკლში მე მინდა გითხრათ, რომ გადამწყვეტი, მეცაც გეტყვით, თუ არ მესმის ჩემი მომავალი სპექტაკლის მუსიკა, ისე დადგმასაც კი ვერ ვიწყებ. შესაბამისად, როდესაც უკვე მასალაზე ფიქრობდი, ის თემა, ის მელოდია, რაც ის მუსიკალური ტონალობა, რაც მინდა რომ ჟღერდეს სპექტაკლში, მესმის და აი გამომდინარე იმ პროცესიდან, რომელსაც ახლა ძალიან მაგნეთ დავასრულებთ და დავიწყებთ უკვე ჩვენ მეძახით 3 ეტაპად მიდის ხოლმე სამუშაოები. პირველი არის სამაგიდო რეპეტიციები, მერე არის უკვე ზგიდეში ვსინჯავთ იმ ყველაფერს და შემდეგ უკვე გადავდივართ სცენაზე და იწყება რეპეტიციები, რომელიც მიდის ბოლოს უწყვეტ რეპეტიციამდე და მე უკვე ყველანი ერთად ვნახავთ იმ ნამუშევარს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მოწვეული არიან მსახიობები თუმანიშვილის თეატრიდან ბატონი გია აბესალაშვილია, მის ქალიშვილთან ერთად არის ნინო აბესალაშვილთან და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, იმიტომ რომ კარგია, როდესაც სხვადასხვა თეატრის, სხვადასხვა ხელწერაზე, სხვადასხვა ესთეტიკაზე მომუშავე ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს ეცნობიან და ამ შემთხვევაში ჯანსაღი ძალიან კარგი ესეთი ნამუშევარი ჩემი აზრით დაიბადება. მე ამის დიდი იმედი მაქვს და დიდი სურვილი, იმიტომ რომ ბათუმთან ყველაფერი კარგი მაკავშირებს. ჩემი პირველი სპექტაკლი აქ იყო ედით პიაფი, რომელზედაც საუკეთესო მოგონებები მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სპექტაკლსაც ისეთივე კარგი გამოხმაურება მოყვება. გამოხმაურებას და მე თვითონ პროცესით ისეთივე კარგი მოგონებები და კარგი ყველაფერი კარგი გასახსენებელი დამრჩება, როგორც იმ სპექტაკლში. სპექტაკლის ვიზუალური მხარეც და ქორეოგრაფიული მხარეც ალბათ დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ ხრივ როგორ მიმდინარეობს, ვთქვათ, მუშაობა ეხა მხატვრებთან და ფიქრის პროცესი როგორია ეხა? მე ამ ბოლო პერიოდში ტანდემი მაქვს, შეიძლება ესე ითქვას, თეო კუხიანიძესთან. თეო არის ამ სპექტაკლის მხატვარი, რომელთანაც ბევრი სპექტაკლი მაქვს უკვე გაკეთებული და აი ხვალჩამოდის მხატვარი და ის ესკიზები მოაქვს, ყველაფერი მოაქვს და დეკორაციები, კოსტიუმები, რაც შეიქმნება მომავალი სპექტაკლისთვის, აი ხვალიდან აქტიური მუშაობა დაიწყება. როგორი პროცესია, როდესაც ფიქრობთ, რომელი პერსონაჟი რომელ მსახიობს მოუხდება? ამ ხრივ როგორ ხდება მუშაობა და ფიქრი თუ როგორ გადანაწილდება როლები? იცით რა არის, ძალიან რთულია ხოლმე, როცა არ იცნობ დას. და ერთგვარ რისკზე მიდიხარ, შენს ინტუიციას ენდობი და ამ შემთხვევაში შედარებით უფრო იოლია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ ბათუმის თეატრის დას, შვენიერ დას და მე როდესაც მოვდიოდი, უკვე კონკრეტულად ვიცოდი, ვის რა როლი უნდა ეთამაშა და შესაბამისად ამ ხრივ რო გითხრათ, რომ დიდი სირთულე იყო, არ ყოფილა. და მსახიობებთან მექნება შეკითხვა, ზოგადად რეჟისორის როლი როგორია? რამდენად გეხმარებათ ამ შემთხვევაში რეჟისორი პერსონაჟის სწორად აღქმაში და დანახვაში? გადამწყვეტი როლი აქვს რეჟისორს. რეჟისორები სულ ეკუცობენ, ხო, ჩვენ არ შუაშო და გადამწყვეტი როლი აქვს რეჟისორს. აბსოლუტურად ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონი. სპექტაკლის ფორმის, ფორმაციის, თვალსაზრისით, პერსონაჟების სწორი ხაზით სulis თვალსაზრისით ყველაფერი არის რეჟისორებზე დამოკიდებული და ხა დანარჩენი მსახიობებს. თუ რამე დარჩა იქ არის. ეს პროცესი გრძელდება ბოლო რეპეტიციის დასრულებამდე, თორემ მე მთლიანად მსახიობს ეკეთებს. ლევანსაც ვკითხავ, ლევანის აზრიც მნიშვნელოვანია, ხო გიცნობ? ხო და რა გნებავთ? საინტერესო, რამდენად ეხმარება რეჟისორი მსახიობს როლში შეძლო. ეხლა შეგინახია მსახიობი რომ მიუშვა, ისე ცოტა სული ამბავია, რეჟისორია თავიდან ბოლომდე, ანუ პერსონაჟი შექმნა, ამოცანა ვინ უნდა იყო, როგორ უნდა იყო, ამას რადგან რეჟისორთან ერთად, რა თქმა უნდა. და ჯერ რეჟისორი და მე მსახიობი ამ შემთხვევაში და პრემიერის მერე უკვე მსახიობი და მე მსახიობი. იმპროვიზაციას რამდენად ხშირად მიმართავთ ხოლმე როგორც მსახიობი? ხო, რა ვიცი, ჩვენ ხშირად ვაფრთხილებთ იმპროვიზაციას ვაპირებთ და ვიწყებთ თავს. აი თუ გასდება რეჟისორი, მაგალითად იმპროვიზაცია რაღაც თუ არის რა თქმა უნდა და მაინტერესებს რეჟისორსაც თუ ბრაზდებით მაგალითად. არა, თუ უყურეს ახლა, ხო? მთელი ხიბლიდან, მთელი არსი.
შენ ისეთი გარემო უნდა შექმნა და ისეთი კომფორტული სივრცე შეუქმნა მსახიობს და ზუსტი ამოცანა და ზუსტი მოვლენა უნდა იცოდეს არტისტმა, რომ მას ჰქონდეს იმპროვიზირების საშუალება, იმიტომ რომ თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის იმპროვიზაცია. იმპროვიზაცია არ ნიშნავს თავხედობას, იმპროვიზაცია ნიშნავს სპექტაკლის ტექსტში რაღაც მხოლოდ ტექსტში უხეშ ჩარევას. არა, იმპროვიზაცია არის მოცემულ გარემოში, მოცემულ მდგომარეობაში შენ, როდესაც სხვადასხვა ვერსიები შეგიძლია რომ შეთავაზო მაყურებელს. დღეს აი ესე ითამაშო, ხვალ ესე ითამაშო და შესაბამისად ეს არის ყველაზე საინტერესო და ბრაზდები კი არა, პირიქით მე ესეთი არტისტი მეყვარს, ვისაც ამის უნარი გააჩნია, რომელიც მუდმივად იმპროვიზირებს სცენას. რეპეტიციების დროს რაზე კეთდება ყველაზე დიდი აქცენტი, როდესაც დადგმაზე მუშაობთ? მოვლენათა რიგის აწყობაზე და ამბის მოყოლაზე. მთავარი არის განსაზღვრო იდეა, რას გულისხმობთ, რაზე ვდგავთ, რა გვინდა და შემდეგ რა ამბავს ყვებით და რა ამბავს ყვებით მე გადაგვაქვს უკვე ქმედით ანალიზზე და მოქმედებათა მთელ ჯაჭვს ვაგებთ ეს. აი დაახლოებით იგივე პროცესია ნოტებს ვქნით ისევ როგორც მე ვიოლინეს სჭირდება ნოტები რომ დაუკრას, თვითონ მსახიობს ტექსტის გარდა აქ მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რომელიც მისი ერთგვარი სანოტო სისტემაა. მსახიობი როდესაც სცენაზე გადის, აი ამ მოქმედებათა ჯაჭვებით, ამ მოვლენათა რიგით მოქმედებს ის სცენაზე და ყველაზე მთავარი და ყველაზე საინტერესო აი ეს არის. ბატონო გიორგი, ასევე საინტერესოა როგორ ფიქრობთ, რას ეძებს მაყურებელი დღეს თეატრში, სანახაობას აზრს თუ შინაარსს? მაყურებელი ეძებს ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ დღეს მაყურებელი, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იმხელა ინფორმაციას იღებს, როდესაც მოდის შენს სპექტაკლზე, ეს უკვე ფუფუნებაა და მადლობა უნდა უთხრა მაყურებელს და უპირველეს ყოვლისა ის ეძებს იმას, რისთვისაც მოვიდა, რომ ნახოს ისეთი რამ, რაც მას არ უნახავს. ძალიან საინტერესო, ნახოს ისეთი რამ, რასაც ის არ ელოდება წინასწარ და მისთვის ეს იქნება მოულოდნელი, იქნება საინტერესო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეაწუხებს მას. ან გააცინებს, ან აატირებს, ან დააფიქრებს. თეატრის დანიშნულება სწორედ ეს არის და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან მოსული მაყურებელი აი ამ შეგრძნებებით გაუშვებთ. რა უკავშირსელით ამ შემთხვევაში სპექტაკლი არის ისტორიული, ბევრ მორალურ თემას ეხება, სოციალურ საკითხებს ეხება და თქვენ ბატონო ლევან რა უკავშირსელით ამ შემთხვევაში მაყურებლისგან? რამდენად სწორად გაიგებს შინაარსს? მაყურებელი? რამდენად სწორად გაიგებს და რა ვიცი, წესი და რიგი ზუსტად უნდა გაიგოს, იმიტომ რომ ბატონი გიორგი ისე გააკეთებს ამ სპექტაკლს, როგორც რეჟისორი. აბსოლუტურად მისაღები იქნება ბათუმელი მაყურებლისთვის. ის პრობლემა, ის ძირი, ფუძე, ეს ბატონმა გიორგიმ უფრო უნდა თქვას, იმიტომ რომ მაინც რეჟისორის გადასაწყვეტია ეს საკითხი. თქვენ როგორი ინტუიცია გაქვთ ამ შემთხვევაში? ინტუიცია? საერთოდ იცით როგორ ამბობენ ხოლმე, თუ სპექტაკლი ამოდის რეჟისორი უბრალოდ, თუ სპექტაკლი კარგებს ახლა. ნახოთ ჯერ მივიდეთ მაგ პროცესამდე. ყოველ შემთხვევაში აქტუალური თემა რო არის, შემიძლია ნამდვილად თქვა. დღეს რა ყოფაშიც არის ქვეყანა, დაახლოებით ამას ეხმაურება პიესა. ხო და ის რაც მე გიორგისგან მოვისმინე, შესაბამისად სპექტაკლიც ზუსტად ამ აქცენტებს შეეხება, რაც ქვეყანაში დღეს მიმდინარე პრობლემატურ თემებზე. ჯერ ცოტა გვიჭირს გამიგეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ წერის პროცესია მაინც და მუშაობის პროცესია. თამამად ვერ ვლაპარაკობთ ახლა ვერც როლზე, ვერც იმაზე, მუშაობის პროცესია, გამიგე? როდის დაიწყება უკვე აქტიური ცხელფაზაში, როდის გადავა ეს რეპეტიციების სცენაზე? 8 რიცხვიდან გადავწივართ, 8 რიცხვიდან გადავალ სცენაზე, მანამდე ეხლა დავასრულებთ სამაგიდოს და უკვე გიდეში დავიწყებთ მუშაობას მომავალი სპექტაკლების, აი კონტურებს უკვე მოვხაზავთ. და ბოლოს რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი ღალატზე, ესეც ვთქვათ. რა შევაჯამოთ? ღალატზე იმიტომ უნდა მოვიდეს მაყურებელი, რომ ძალიან საინტერესოა 100 წლის წინანდელი მასალა როგორ ჟღერს. რამდენად აქტუალურია და რამდენად ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რომ ის აქცენტები, რასაც ჩვენ დავაყენებთ სპექტაკლში, რამდენად საინტერესო გახდება და მისაღები გახდება მაყურებლისთვის და
აი მე რო გავიგო ეხლა რომ სადღაც ღალატი იდგმება, პირველი ინტერესი ჩემი ეს იქნება რომ როგორ გაკეთდა რა ენაზე აქ გულისხმობ თეატრალურ ენას, რა ფორმით მოიტანენ მსახიობები, რეჟისორი სათქმელს, რომელიც დაიწერა 1 საუკუნის წინ. და თქვენ რა სიტყვით მაყურებელს რატომ უნდა ნახოს ეს სპექტაკლი და რა არის მთავარი სათქმელი? მე ვეთქვი რომ ზოგადად ყველა სპექტაკლი უნდა ნახოს და მაყურებელი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული თეატრის პოლიტიკაში, იმიტომ რომ მაყურებლის გარეშე უბრალოდ ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს. ამიტომ არა მარტო ღალატზე, ზოგადად სულ უნდა იაროს თეატრში მაყურებელმა, ეს მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. და ფაქტია რომ დადიან, იმიტომ რომ ახალგაზრდებიც მომრავლდა თეატრში, ჯენზი თაობიდან და ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავთ სპექტაკლებზე და საინტერესოა თქვენი აზრი ბატონო გიორგი, რამ განაპირობა ეს ადრე ახალგაზრდები არ დადიოდნენ თეატრში. ეხლა მომრავლდა და მსახიობები შეამჩნევთ ალბათ სცენიდან, ხო? იცით რა, მე ვერ გეტყვით რომ ახალგაზრდები არ დადიოდნენ. ასაკით უკვე საკმაოდ დიდი ვარ მე და შესაბამისად ბათუმის თეატრში გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბათუმის თეატრში მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ესეთი თავისი სპეციფიური კარგი შემფასებელი და კარგი მაყურებელი ყოველთვის იყო. და გამომდინარე იქიდან რომ მე ამ ქალაქიდან არა ვარ, ზუსტი ინფორმაცია როგორ დადიოდა რანაირად, უბრალოდ მე ვიტყვი რომ აი თუნდაც პირველი სპექტაკლი რომელიც გავაკეთე, ჩემდა საბედნიეროდ მაყურებელი არ აკლდა და დიდი ინტერესი იყო და ვისურვებდი რომ ამ სპექტაკლზეც იგივე მოხდეს და კიდე ნიშანდობლივია რომ არა მარტო ბათუმში, ყველგან აი თუ დაუკვირდებით პანდემიის მერე იმატა მაყურებელმა და ეს რაღაცა კარგისკენ წავიდა ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ რომ არც ის ქალაქია გამონაკლისი და მიხარია რომ აი რასაც თქვენ ბრძანებთ რომ ახალგაზრდები დადიან თეატრში და თეატრისთვის ეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი არსება. ნამდვილად მადლობა, ძალიან დიდი რომ იყავით დღევანდელი დილის ალყის სტუმრები. ჩვენი სტუმრები იყვნენ რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, მსახიობები ლევან თედორაძე და დავით ჯაყელი. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.